მოგესალმებით, BMG საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გაგაცნობთ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ფაქტი BMG-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. ოჯახმა გადაწყვიტა ჩათვალეს, რომ ასე იყო საჭირო. მდგომარეობა გაუარესებული არ იყო სტაბილურად მძიმე აპარატზე. გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს, განაცხადა ლალი ტურძელაძემ. გადაყვანამდე გვიან ღამით რიჟვაძე ირაკლი კობახიძემ მოინახულა და კლინიკიდან გამოსულმა მედიასთან განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს გამთენიისას საგარეჯოში სავარაუდოდ თვითმკვლელობას სცადა. ექიმების ცნობით მას ერთი ჭრილობა აქვს და ფილტვი აქვს დაზიანებული. ინციდენტის დროს ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა გუშინ 30,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლდა. საქართველოდან საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გასული მოქალაქეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით 2023 წელს ამ მიზნით ქვეყანას 65,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გასულ წელს კი საზღვარგარეთ სამკურნალოდ 50,000-მდე ადამიანი წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება საქართველოში შესაძლებელია, პაციენტები სამკურნალოდ მაინც მეზობელ თურქეთს თუ ევროპის ქვეყნებს მიმართავენ. ჯანდაცვის სპეციალისტები მიზეზებს სისტემურ პრობლემებში ხედავენ. რატომ მიდიან ქართველები სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ ქართულ ჯანდაცვაში? ანუკა ჯოხაძე მუშაობს თემაზე და შეფასებებით დღის განმავლობაში შემოგვიერთდება. ჩინური კომპანია საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების კვლევა-ძიების სამუშაოებს განახორციელებს. ქართულ მხარესთან 25 წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება მეათე სალიცენზიო ფართობზე 4,336 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და თიანეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებს მოიცავს, რომელსაც ნავთობისა და გაზის მოპოვების თვალსაზრისით პოტენციალი გააჩნია. საუბარია კომპანია ვესტგალფ პეტროლიუმზე, რომელსაც ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლება საქართველოში მეხუთე სალიცენზიო ბლოკზე 2017 წელს ჩატარებული ტენდერით აქვს მოპოვებული და 2018-24 წლების განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებულ სამუშაოებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 20 მილიონ დოლარამდე შეადგინა. წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ნავთობისა და გაზის გარკვეული მარაგები არსებობს, მათ შორის შავი ზღვის შელფზე გარკვეულ არეალებში 400-ზე მეტი თავისუფალი გაზის მოდინების წერტილი აღმოჩენილი, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის წყალბადი. შესაბამისი მოკვლევა ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფმა 90-იან წლებში ჩაატარა. ნავთობისა და გაზის რა რესურსები შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას და რამდენად იყენებს საქართველო ამ რესურსებს. ტექნიკური უნივერსიტეტის გაზის მიმართულების კვლევითი ჯგუფის ასისტენტ პროფესორი და ენერგეტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი შემოგვიერთდება თემაზე სასაუბროდ 15 საათსა და 30 წუთზე. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი იზრდება, თუმცა ძირითადად უცხოელი დილერების ხარჯზე. ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქართველი ავტოდილერების მთავარ კონკურენტად ყაზახი და ყირგიზი შუამავლები იქცნენ. ბაზარზეც ისინი არიან წარმოდგენილი, ქართველი ავტოდილერების მომხმარებლები კი მცირდება. რა ტენდენციებია, როგორც მეორად, ისე ახალი ავტომობილების ბაზარზე, როგორ იყო ავტოიმპორტიორებისთვის წლის პირველი ნახევარი და რა გამოწვევები არსებობს ამ ბიზნესში. დღის განმავლობაში კერძო სექტორის ხმას ნუცა შუბაშვილი მოგვასმენინებს. წელს 6 თვეში საქართველოში 2,3 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა. ახალ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საქართველოში 3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2024 წელთან შედარებით ზრდა 4,4%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,270,373 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც
2024 წელთან შედარებით 6.19%-ით მეტია. ამასთან წელს მეორე კვარტალში 1.311.416 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წლის პერიოდს 10.7%-ით აღემატება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით ეს ისტორიული მაქსიმუმია. რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ საქართველოს და როგორია სხვა სტატისტიკური მონაცემები, დეტალებს ზუსტად 1 საათში გაგიზიარებთ. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. განახლებული ინფორმაციით 13 საათსა და 40 წუთზე ვართ პირდაპირ ეთერში დროებით.